ცვალებადი პოზიციების, სამართლებრივი არგუმენტების არარსებობა და პოლიტიკური ბრალდებები როგორც გამოსავალი. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი დიდი ოდენობით ბიტკოინების მითვისების საქმის სააპელაციო განხილვას და გიორგი ბაჩიაშვილის სტრატეგიას აფასებს. თეიმურაზ წიქვაძე მიიჩნევს, რომ მეორე ინსტანციის სასამართლოში მისი დაცვის ქვეშ მყოფის სიმართლე კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა. პროცესი 12 აგვისტოს შედგა და გიორგი ბაჩიაშვილის 11 წლიანი პატიმრობა მოსამართლემ უცვლელად დატოვა. სოფო ბერიძე გვერდება ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებით. საქმის უშუალო დეტალების გარდა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი დღეს გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში წერს იმასაც, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა და მისმა დაცვამ დაკითხვის პროცედურის დროს ბიძინა ივანიშვილისთვის არსებითი და მნიშვნელოვანი კითხვის დასმა ვერ მოახერხეს და ეს პროცესი რამდენიმე წუთში დაასრულეს. თეიმურაზ წიქვაძეს ახლა აინტერესებს, წავა თუ არა მსჯავრდებული დაზარალებულის, ანუ ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის ჩანაწერის გასაჯაროებაზე. თავად ივანიშვილის მხარე ამის წინააღმდეგი არ არის, რადგან უფლებადამცველი ამბობს, რომ ამით ბაჩიაშვილის სიცრუეს ფარდა კიდევ ერთხელ აეხდება. ივანიშვილის უფლებადამცველის თქმით, სიცრუეა ისიც, რომ თითქოს და ბაჩიაშვილი ასრულებდა ივანიშვილის საიდუმლო და ამავდროულად სარისკო დავალებებს. წიქვაძის თქმით, ასეთი დავალებები ბუნებაში არ არსებობდა, ვინაიდან დაზარალებულის საქმიანობა ყოველთვის უკავშირდებოდა ღია გამჭირვალე ბიზნესს. კიდევ ერთი სიცრუე, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი წერს, ეხება თითქოს და ბანკ ქართულში დამკვიდრებულ არაჯანსაღ პრაქტიკას, როდესაც ივანიშვილის ახლობლები თუ ნაცნობები უზრუნველყოფის გარეშე იღებდნენ საბანკო კრედიტებს. აღნიშნული ტყუილიც, როგორც ადვოკატი ამბობს, გამოვლინდა გამოძიების პროცესში, რადგან პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებითა და მოპოვებული მტკიცებულებებით უთყუარად დადასტურდა, რომ დაახლოებით 20 წლიან პერიოდში არც ერთი ბიზნეს კრედიტი არ არის გაცემული უზრუნველყოფის გარეშე მესამე პირზე და ამავდროულად შემდგომში უზრუნველყოფილი ბიძინა ივანიშვილის პირადი ქონებით. რაჩვენა დიდი ოდენობით ბიტკოინების მითვისების საქმის განხილვამ სააპელაციო სასამართლოში, დეტალებს ჩვენს რეპორტაჟში ნახავთ. რაჩვენა სააპელაციო სასამართლოში დიდი ოდენობით ბიტკოინების მითვისების საქმის განხილვამ. ვრცელ განცხადებას ამ თემაზე სოციალურ ქსელში დაზარალებულის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი აქვეყნებს. უფლებადამცველი თეიმურაზ წიქვაძე წერს, რომ მეორე ინსტანციაში მსჯავრდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა მისი ზოგიერთი პოზიცია დიამეტრულად შეცვალა და ასე საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოვიდა. კერძოდ ადვოკატის განცხადებით, ბაჩიაშვილის მთავარ არგუმენტს წარმოადგენდა, რომ თითქოს მის მიერ ბიტკოინების მაინინგის დაფინანსების მიზნით მიღებული კრედიტის დაფარვის შემდგომ მან ბანკის ადმინისტრატორს ნაღდი ფულის სახით დამატებით გადასცა კრედიტის გაცემის დროს შეთანხმებული სარგებელი. ამას კი როგორც უფლებადამცველი ამბობს, მსჯავრდებული მის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი ეგრეთ წოდებული კალკულაციით და არა ავთენტიკურ აუდიო ჩანაწერზე მითითებით ასაბუთებდა. ადვოკატის განცხადებით, ბაჩიაშვილი ცდილობდა ემტკიცებინა, რომ დამონტაჟებული აუდიო ჩანაწერით დაზარალებული ბიძინა ივანიშვილი მას კრედიტის გაცემაზე ბანკისთვის გარკვეული სარგებლის გადაცემის სანაცვლოდ დათანხმდა. რეალურად კი მსჯავრდებულის მიერ ბანკის მენეჯერისთვის გადაცემული თანხა მან დააკვალიფიცირა როგორც გარიგების დასრულების შემდგომ დარჩენილი მოგება, რომელიც ეკუთვნოდა დაზარალებულ ბიძინა ივანიშვილს. თითქოს და კრედიტის მომსახურების შემდგომ მეტი არაფერი დარჩა. ბაჩიაშვილმა აღნიშნული თანხა მის მიმართ გამოძიების შემდგომ გადააკვალიფიცირა როგორც დამატებითი სარგებელი ბანკის მიერ კრედიტის გაცემის სანაცვლოდ. სააპელაციო განხილვის ეტაპზე ბაჩიაშვილის დაკითხვისას კითხვაზე კრედიტის დაფარვის შემდგომ გადასცა თუ არა მან ვინმეს ნაღდი ფული ჰქონდა თუ არა მას საუბარი ბანკის წარმომადგენელთან ბანკისთვის დამატებით სარგებელზე, მან უპასუხა, რომ არა. მას არავისთან ჰქონია მსგავსი შეთანხმება და შესაბამისად არც არავისთვის გადაუცია ნაღდი თანხა. მას შემდეგ კი რაც მისთვის შეთავაზებული იქნა მისივე წარდგენილი დოკუმენტების კალკულაციის დამატებითი გამოკვლევა, მისი ჩვენებების გამოკითხვის ოქმების ციტირება, კატეგორიული უარი განაცხადა როგორც დოკუმენტების გამოკვლევაზე, ასევე მის მიერ გამოძიებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მიცემული ჩვენებებისა თუ განმარტებების ციტირებაზე. აქვე ხაზი უნდა გაისვას იმ გარემოებას, რომ სააპელაციო საჩივარში იგი მათ შორის ასაჩივრებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც მას უარი ეთქვა მისი ჩვენებების გამოქვეყნებაზე. სააპელაციო განხილვის ეტაპზე კი ფაქტიურად უარყო როგორც სააპელაციო სარჩელის აღნიშნული მოთხოვნა, ასევე მანამდე მიცემული მისი შესაბამისი ჩვენებები თუ განმარტებები.
ასეთ რეალობაში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატისთვის გიორგი ბაჩიაშვილის ნებისმიერი განმარტება სრულად მოკლებულია სანდოობას და წარმოადგენს სიცრუეს. უფლებადამცველისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია სააპელაციო ეტაპზე მსჯავრდებულის აღიარება, რომლითაც დასტურდება, რომ თუკი საერთოდ შეიძლება ბაჩიაშვილი განვიხილოთ ინვესტორად ბიტკოინის მაინინგის გარიგებაში, ეს შესაძლებელია მხოლოდ $1,305,000 ფარგლებში, რომლის მობილიზაცია თავად მოახდინა და არა $5 მილიონი ნაწილში, რაც იყო ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია მაინინგის კონტრაქტში. რატომ ამბობს აღნიშნულს დაზარალებულის ადვოკატი? ირკვევა, რომ 2016 წელს ერთ-ერთ კრიპტობირჟასთან ელექტრონულ მიმოწერაში მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მან $1,500,000 ფარგლებში დააფინანსა ქართული ბიტკოინის მაინინგის სტარტაპი, ანუ კომპანია, რომელმაც ასევე მიიღო საბანკო კრედიტის გზით ბიძინა ივანიშვილისგან $5 მილიონი ინვესტიცია. ამ მიმოწერით დაზარალებულის ადვოკატის განცხადებით, მსჯავრდებული აღიარებს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პროცედურებს. ბაჩიაშვილი შეეცადა აღნიშნული გაემართლებინა იმით, რომ სტარტაპ კომპანია ცალკე იურიდიული პირია, ხოლო მიმოწერაში მხოლოდ საკუთარ ფინანსებთან დაკავშირებით ახდენდა თურმე კომუნიკაციას კრიპტობირჟის წარმომადგენელთან. აღნიშნული ტყუილიც ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან საქმეში მათ შორის ინახება სხვა მტკიცებულება 2017 წლის ელექტრონული პოსტის მეშვეობით ნაწარმოები მიმოწერა იგივე კრიპტობირჟასთან, სადაც ბაჩიაშვილი განმარტავს, რომ მას არ გაუმიჯნავს მისი პირადი და კომპანიის ფინანსები და ის და კომპანია უნდა განიხილონ როგორც ერთი ფინანსების წყაროს თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე აშკარაა, რომ ზემო აღნიშნული მტკიცებულებები პირდაპირ და არაურაზროვნად ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ბანკიდან სესხის სახით გაცემული $5 მილიონი ნაწილში ინვესტორი იყო ბიძინა ივანიშვილი. რადგან მსჯავრდებულ ბაჩიაშვილს სასამართლოსთვის ბრალდების გამაბათილებელი არაფერი წარუდგენია, დაზარალებულის უფლებადამცველისთვის გასაგებია, რატომ გადის მსჯავრდებული სამართლებრივი სივრციდან და თავის გადარჩენას პოლიტიკური განცხადებებით ცდილობს. თუმცა ბაჩიაშვილისთვის საქმე ამ სივრცეშიც რთულადაა, რადგან როგორც დაზარალებულის ადვოკატი ამბობს, ბუნებაში არ არსებობს და შესაბამისად ბაჩიაშვილმა ვერაფერი წარმოადგინა იმის სამტკიცებლად, რომ იგი პოლიტიკური შეხედულებების გამო ისჯება. მტკიცებულებების არარსებობას, რომ თავი დავანებოთ ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისთვის, როგორ შეიძლება დამაჯერებელი იყოს ის, რომ ბაჩიაშვილი, რომელსაც არავინ არ იცნობდა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებამდე, რომელსაც არ გააჩნია არც აკადემიური ცოდნა პოლიტიკის მიმართულებით და არც პრაქტიკული გამოცდილება, ვინმეს გამოეყენებინა გარკვეული პოლიტიკური აგიტაციისთვის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბაჩიაშვილის ტაქტიკა მუდმივ განახლებას ექვემდებარებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ეს უბადრუკი პოზიციაც შემდგომ იქნა მის მიერ შემოგდებული საქმეში. ასეთივე უბადრუკი ტყუილია, რომ თითქოს უკრაინის სახელმწიფოს მიმართ გამოთქმული სიმპათიებისა თუ მხარდაჭერის გამო ხდება მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა. ადრეც განმარტე საზოგადოებისათვის, რომ ბაჩიაშვილი არასოდეს დაინტერესებულა პოლიტიკით და არ გამოუხატავს მისი პოლიტიკური შეხედულებები. პოლიტიკური შინაარსის ერთ შეკრებასაც კი არ დასწრებია, ვიდრე ეს ჩათვალა აუცილებლად იმისთვის, რომ რამდენადაც მოეხდინა მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების დისკრედიტაცია. აქედან აშკარაა, რომ ბაჩიაშვილის თანაგრძნობა ვინმეს ან რამის მიმართ არის ფასადური, მხოლოდ მისი პირადი ინტერესებით გამოწვეული მოვლენა. ვერავინ ნახა და არც ბაჩიაშვილს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ გამოძიების დაწყებამდე მან რაიმე პოლიტიკურად აქტიური ქმედება განახორციელა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სტრატეგიულ დეზინფორმაციასთან, რომელსაც სამართლიანობასთან და სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. და ბოლოს ადვოკატი წერს აუდიო ჩანაწერზეც, რომელიც საჯარო სივრცეში ბრალდებულის გადაწყვეტილებით მოხდა. თეიმურაზ წიქვაძე ამბობს, რომ არა ავთენტიკური მასალა თავად ბაჩიაშვილმა გააუფასურა, რადგან საერთოდ უარყო ნაღდი ფულის ბანკის ადმინისტრატორისთვის გადაცემა, რის დადასტურებასაც სწორედ ჩანაწერით ცდილობდა. არაავთენტური დამონტაჟებული აუდიო ჩანაწერიდანაც კი, რომელზეც ზემოქმედების კვალი ვერ გამორიცხა გერმანულმა ექსპერტიზამ, ვერც მისი შექმნის დრო დაადგინა და ვერც მონაწილე პირთა რაოდენობა ვლინდება შემდეგი. პირველი ბაჩიაშვილს კრედიტი არ აქვს დამტკიცებული. მეორე ბაჩიაშვილს უარს ეუბნება ბანკი კრედიტის გაცემაზე, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ უნდა განხილულიყო მისთვის არაუზრუნველყოფილი კრედიტის გაცემა, უკიდურესად სარისკო საქმიანობისთვის. მესამე, ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელია, რომ ბანკის ადმინისტრატორს უბრძანოს სხვა პირისთვის კრედიტის გაცემა. მეოთხე, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ბიძინა ივანიშვილი როგორც ბანკი ქართუს აქციონერი, ბენეფიციარი მესაკუთრე გარანტად დადგომოდა მესამე პირს. იმ პირობებში, რომ საქმეში არსებული პირდაპირი წერილობითი მტკიცებულებების დასტურდება, რომ კრედიტის უზრუნველყოფა ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა პირადი ფულადის სახსრებით, აუდიო ჩანაწერში ასახული მისიის განმარტება პირდაპირ გამორიცხავს, რომ ბაჩიაშვილი იყო ინვესტორი ბანკი ქართულიდან გაცემული თანხების ნაწილში. მეხუთე, ბაჩიაშვილს უკვე გადახდილი აქვს გარკვეული თანხა ბიტკოინების მაინინგის კონტრაქტში, მაშინ როდესაც არ აქვს თანხმობა კრედიტის მიღებაზე. მეექვსე, მაინინგის კონტრაქტში თანხის ნაწილის გადახდაზე აქცენტის გაკეთებით ბაჩიაშვილი ცდილობს ბიძინა ივანიშვილისაგან უპირობო თანხმობის მიღებას კრედიტის მისთვის
გაცემაზე. აწოდებს მას მცდარ ინფორმაციას თითქოს და ბიტკოინების მაინინგში ფულის ინვესტირება იგივეა, რაც მყარი ფასიანი ქაღალდის შეძენა, ხოლო მისი პირადი თანხებით ნაწილობრივი მონაწილეობა წარმოადგენს ერთგვარ უზრუნველყოფას, რაც ცხადია, რომ აბსურდია. მეშვიდე ბრალდებულის მცდელობის მიუხედავად ბიძინა ივანიშვილი არ აძლევს რაიმე თანხმობას თუ პირობას ბაჩიაშვილს მისთვის კრედიტის გაცემაზე. საკითხის ხელახალი გავლის მიზნით ბიძინა ივანიშვილი ამისამართებს ბაჩიაშვილს ბანკის დირექტორთან. ამ ვრცელი წერილის შემდეგ ქრონიკა მსჯავრდებულის ადვოკატს დაუკავშირდა. გიორგი ბაჩიაშვილის უფლებადამცველმა გითხრა, რომ პოზიციას მოგვიანებით დააფიქსირებენ. მეორე ინსტანციის სასამართლომ ბიტკოინების მითვისების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი 12 აგვისტოს გამოიტანა. განაჩენი დადასტურდა, რომ მსჯავრდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორის ბიძინა ივანიშვილის მიერ პროექტში ჩადებული 5 მილიონის მოგება მიითვისა. დამნაშავეები თავშესაფარს პოლიტიკაში ეძებენ. ამას დღეს პოლიტიკოსები ამბობენ, რომლებიც ხედავენ, როგორც ცდილობს გიორგი ბაჩიაშვილი საკუთარ დანაშაული რაიმე ფორმით პოლიტიკურ გემოვნებას დაუკავშიროს. პოლიტიკოსები ამბობენ იმასაც, რომ გიორგი ბაჩიაშვილი პირველი დამნაშავე არ არის, რომელიც ასე იქცევა და ამბობენ იმასაც, რომ პოლიტიკა დანაშაულის საფარველად არ გამოდგება. ჩვენ ვხედავთ, რომ დამნაშავეები, რომელიც სასამართლოს მიერ არიან დადასტურებულად განაჩენით დამნაშავეები, ცდილობენ, რომ პასუხისმგებლობას გაექცნენ პოლიტიკის შემოტანით სისხლისამართლის პროცესში. ზუსტად იგივე მცდელობა არის ეხლა ბატონი გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან, რომელიც არის სასამართლოს მხრიდან, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე მეორე ინსტანციის მიერ დადასტურებულად, რომ არის იგი დამნაშავე, ეხლა ცდილობს, რომ პასუხისმგებლობას გაექცეს პოლიტიკური ინსინუაციები, რომელიც არის აბსოლუტური ტყუილი, ეს აბსოლუტური ტყუილი, რა თქმა უნდა, არ გავუვათ. ასეთ პროვოკატორებს ყოველთვის კარგად იყენებენ უცხოელებიც და აქაური ვაი პოლიტიკოსებიც. თან ვიცით, რომ იმისათვის, რომ ეს თავის ვერსია მას კარგად შეენიღმა, გარკვეული დაფინანსებებიც გასწია ოპოზიციის მიმართულებით. საქართველოში პირები, რომლებიც დანაშაულებს ჩაიდენენ, მერე ფიქრობენ, რომ პოლიტიკოსის მანტიას მოირგებენ, პოლიტიკაში ჩაერთვებიან და ამით არიდებენ საკუთარ თავს სამართლებრივ პასუხისმგებლობას, საუბრობს ტყუილებს მუდმივად და ცდილობს, რომ პოლიტიკაში ჩართულობით თავი გადაირჩინოს და თავი მსხვერპლად წარმოუდგინოს, მაშინ, როდესაც ამ შემთხვევაში ცალსახა და ხაზგასმით შეგვიძლია ვთქვა, რომ თვითონ გახლავთ დამნაშავე. დამნაშავეები ეძებენ პოლიტიკაში თავშესაფარს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, არც ბაჩიაშვილისთვის. ეს არ არის პირველი შემთხვევა არც მათთვის, ვინც ამ საფარველის ქვეშ ცდილობს საკუთარი დანაშაული დაფაროს. და ვფიქრობ, რომ ეს არ არის უკანასკნელი და სამწუხაროდ ამის შემდეგაც იქნება ასეთი. პოლიტიკა არ გამოდგება დანაშაულის საფარველად. როგორც უკვე იცით, მეორე ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაბამისად გიორგი ბაჩიაშვილი პატიმრობაში რჩება. მადლობ, სოფო ბერიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.